მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მე ნანუკა გულუა ვარ. დღეს ხუთშაბათია 17 საათი და 17 წუთი ოდნავ გადავწდით დროს. ჩვენი სტუმარი არის ექიმი სუზი ბიგვავა, რომელიც მეორედ არის ჩვენთან სტუმრად და ძალიან დიდი მადლობა რომ არასოდეს გეზარებათ ჩვენთან სტუმრობა. დღეს რა თქმა უნდა ძალიან ნაყოფიერი თემა გვექნება, როგორც წინა თქვენი სტუმრობა, ძალიან მნიშვნელოვანი ამ გადაღლილ და სტრესულ პერიოდში ჩვენი მსმენელი დიდი სიამოვნებით გადმოერთვება და მიიღებს თქვენს პროფესიონალურ რჩევებს. სუზი, როგორც ვიცი, რაღაც სიახლეები გაქვს, შეიცვალა ესთეტიკური ცენტრი. მოდი აქედან დავიწყოთ, მოგვიყევი თქვენი სიახლეების შესახებ. მივესალმები მაყურებელს, მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის, მოხარული ვარ ისევ თქვენთან სტუმრობით, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოვიხარ. მადლობა ძვირფასო, მე დამავიწყდა კომპლიმენტის თქმა, გარეთ გითხარით და შიგნითაც მეც გავიმეორებ, რომ ძალიან კარგად გამოიყურებით. მადლობა. რაც შეეხება ჩვენთან სიახლე არის ის, რომ გადავედი ახალ ესთეტიკურ ცენტრში, Family Lux-ი, რომელიც მდებარეობს დღეს მინდა ვისაუბრო Family Lux-ზე, ესთეტიკური ცენტრი, რომელიც მდებარეობს ცინცაძე 73 ნომერში. შემოგთავაზებთ უახლეს აპარატურას, ჩვენი ესთეტიკური ცენტრი, რა თქმა უნდა, დაკომპლექტებულია ძალიან კარგი სპეციალისტებით. კარგით, ეს ჩვენ ხა ესე ზოგადი არ ყოფნის, ხო იცი, მეც და ჩემს მენას ყოველთვის კონკრეტით გაინტერესებს, რას ნიშნავს ახალი აპარატურა და რას გულისხმობს, რისი არის სახის, ტანის, ორივესი უნივერსალური გამაჯანსაღებელი თუ რა აპარატურაზე საუბრობთ? რა თქმა უნდა, პროცედურიდან გამომდინარე, ანუ ყველა სფეროს გააჩნია თავისი აპარატურა, აქ არის მასაჟი, რომელიც შეგვეძლია გახდომის პროცედურები ჩავატაროთ, სარელაქსაციო მასაჟი, სამკურნალო, როგორც შეეხება ბავშვებს და ასევე მოზარდებს. ცოტა ესეთი ჯანმრთელობის კუთხიდან მინდა დავიწყოთ, ასევე ჩვენ გვყავს დერმატოლოგი, ანუ კოსმეტოლოგთან ერთად მუშაობს დერმატოლოგი, თუ ეს არტო ის არა გალამაზება და ასე შემდეგ, ხო? შიგნიდან და გარედან კანის კურნალობა. რა თქმა უნდა, ერთობრივად მუშაობს კოსმეტოლოგთან ერთად, გვყავს დერმატოლოგი. ასევე არის ტატუს მოსაცილებელი პროცედურა, უახლესი აპარატი და დღეს მინდა შევეხო Smart Lifting-ის პროცედურას. ეს არის შორის ნახე, ეს ძალიან რაღაცა უცხო სიტყვა არის და არ მსმენია ჯერჯერობით ამის შესახებ და მინდა რომაც გითხრა. მოდი სანამ ამ პროცედურამდე მივალთ, რაღაცნაირად მოვილიოთ ეს აპარატურა. როგორი რაღაცა არის, იცი რომ ძალიან დიდი არის ახლა კონკურენცია, შენც ალბათ ამეთანხმები, ძალიან ბევრი კლინიკა არის გახსნილი, პროფესიონალებიც მადლობა ღმერთს ძალიან ბევრი ყავს. აი, რა არის ის რაღაცა ნიშური რაღაცა რაც გამოგარჩევთ, ასე ვთქვათ, თქვენი კოლეგებისგან თუ კონკურენტებს არ ვიტყვით. აი, რატო თქვენთან და აი რა ხდება თქვენთან ესეთი განსაკუთრებული, რითაც შეიძლება რომ დამინტერესდეთ და სხვაგან არ არის და მხოლოდ თქვენთან შეიძლება ეს ნახოთ დაუშვათ. გარდა იმისა, რომ არიან, რა თქმა უნდა, ყველგან არიან კვალიფიციური სპეციალისტები და ასე შემდეგ, ხაზს მინდა გაუსვა, რომ ახალი ინოვაციური ბოლო თაობის აპარატებია წარმოდგა, როგორც ლაზერის, სტატუს მოცილების, Smart Lifting-ის პროცედურა, ასე შემდეგ. Smart Lifting-ის პროცედურა, რას ნიშნავს? ეს არის კანის გახალგაზრდავების პროცედურა, როცა ჩვენ გვინდა ვებრძვით არაინიექციური მეთოდით ნაოჭს, მოდუნებულ კანს და ასე შემდეგ, არიან პაციენტები, რომელსაც ეშენიათ ინიექციური პროცედურის შესაბამისად, შეგვიძლია ჩავიტაროთ ეს პროცედურა. რამდენად ეფექტური არის იგივე ეფექტის, როგორც ინიექციიდანაც არის შედეგი კი. და ეს რომ დავამტკიცოთ, ამ შემთხვევაში, რომ არის ეგეთი შედეგი, დღეს Family Lux-ი გთავაზობს ჩვენს მენელს და მაყურებელს ჩვენ ლაივის ქვემოთ დაწეროს კომენტარი. რამე ესეთი კრეატიული, ცოტა პოზიტივური შემოვიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში, კი, ნამდვილად გჭირდება ყველას და ძალიან დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის. მე ვხვდებით, რომ რაღაცა დიდი საჩუქრით ხართ მოსული. დიახ, Smart Lifting-ის პროცედურის ღირებულება არის 500 ლარი და აი ამ პაკეტს ჩუქნით ყველაზე კრეატიულ კომენტარის ავტორს, რომელიც დაწერს და გააზიარებს ამ ჩვენ ვიდეოს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ორიგინალური, კარგი და რაღაცა საჭირო საჩუქარი არის. Smart Lifting-ის სრული პაკეტი, როგორც მივხვდი, ხო? ანუ რამდენ პროცედურას შეიცავს ეს პაკეტი, თუ ერთჯერადია, თუ როგორ ხდება? ტანის მდგომარეობას, რამდენად მოდუნებულია, ასაკს გააჩნია და ასე შემდეგ, რამდენად გვჭირდება ჩარევა ამ შემთხვევაში. აი ესე იგი ჩვენ გამარჯვებულს რამდენი პროცედურაც დასჭირდება, იმდენი ჩაუტარდება, როგორც მივხვდი. ძალიან კარგი.
ძალიან კარგი საჩუქარია, კარგი კომპანია, გულუხვი და გეტყობათ უკვე რომ სრულავთ თქვენს პოტენციურ მომხმარებლებზე. ძალიან დიდი მადლობა. რამდენად მტკივნეული პროცედურაა, აი რაღაც დეტალურად რო აგვიღწერო, რომ აი რაღაცა სიახლეა ეს და აი რაღაცნაირი თქვენგან გავიგეთ ეს სიახლე პირველად. აი როგორი პროცედურა, ინექცია თქვი რომ მტკივნეული პროცედურა არის მაინც, იმიტომ რომ ნემსით არის და ყველას არ სიამოვნებს ეს პროცედურა და გაძლევაც რთული არის. ანუ ეს პროცედურა, ესე იგი ალტერნატივა არის ინექციის, ანუ არ არის მტკივნეული, როგორც მივხვდით, თუ მაინც მგრძნობელობა აქვს, თუ აი სტრუქტურულად როგორ ხდება, რა პროცედურა არის, რო აგვიხსნა, რას აკეთებს ეს აპარატი. არის აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცედურა. ულტრაბგერითი სხივების გამომდინარე ხდება ფიბრობლასტების აქტიურობა, ელასტინ და კოლაგენის გამომუშავება დროთა დრო განმავლობაში. თვითონ ჩვენი ორგანიზმში რაც არის, ხო? ბუნებრივად, ანუ სადაც არის დაქვეითებული, იქ ააქტიურებს და შესაბამისად ხდება კანი უფრო ელასტიური და გამკრვებული და გააქვთ უკვე შედეგები, ანუ გააქვთ უკვე ყოფილი პაციენტები დაინერგა უკვე ეს მეთოდი, ხო? ჩვენ Facebook გვერდზე შესაძლებელია ნახოთ. შედეგებიც, ხო? კი ბატონო, არის ეგეთ შედეგები, რა თქმა უნდა. ასაკს გააჩნია ალბათ ამ შემთხვევაში როგორი რამდენად არის ეს ნაოჭების სიღრმე წასული თუ არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი სიძლიერის და სიღრმის ნაოჭებს ებრძვის ახალგაზრდებს ნებისმიერი ასაკის კანს თუ ბევრი პროცედურა იქნება თუ მაინც უფრო საწყის ეტაპზე უფრო ეფექტური არის როგორ ფიქრობთ? საწყის ეტაპზე ჩვენ უფრო გამოვიყენებთ სხვა მეთოდებს, ანუ არ არის ასურველი რეფლიფტინგს მიმართოთ, ეს უფრო უკვე ასაკობრივი ხაზი. ეს ასაკობრივი ხაზი არის, ხო? ძალიან კარგი ანუ შეერჩარება როცა გჭირდება უკვე რომ დაქვეითებულია ჩვენი აქტივობა ასე. რამდენი ხანი გრძელდება ეს ეფექტურობა? ინექციას ხო აქვს რაღაცა გარკვეული დრო სუზი, რომ აი 6 თვიდან 1 წლამდე რაღაცა გარანტიები, რომ აი ამდენი ხანი გაძლებს ეს რაღაცა ფილერი ან ბოტოქსი. აი ამ შემთხვევაში როგორ არის? რამდენი ხანში ერთხელ კეთდება ეს პროცედურა, ან რამდენი ხანი ძლებს თუ როგორ ხდება ამისი? ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ასე ვიტყოდი რა, ყველა კოსმეტოლოგიურ ჩარევას, აი, როცა თუნდაც ფილერები შეყვანეს დროს ხო, ნებისმიერ პროცედურის დროს, ჩვენ როცა ქარხანა, დისტრიბუცია გვეუბნება, რომ 6-დან 8 თვემდე შეგიძლიათ, ანუ არ არის ეგრე შესაძლებელია, მაგალითად ჩვენ როცა ვაკეთებთ ტუჩის აგუმენტაციას და ასე შემდეგ, როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ 6-8 თვე გრძელდება შეინარჩუნებს, ამ შემთხვევაში ჩვენ შესაძლებელია, რომ გაიწოვოს ამ ადამიანს უფრო ადრე, ხო? მაქსიმუმ 3 თვეში არ კონდეს. რა ცხოვრების წესი არის ესეთი, ანუ უწყლობა, როგორც ეხლა მე ლოგიკურად ხვდები, თუ კიდე სხვა ფაქტორები არსებობს, რის შედეგადაც ეს შემთხვევაში, მაგალითად ფილერის შემთხვევაში, ჩვენ ორგანიზმში არსებობს ეგეთი ფერმენტი ჰიალურონიდაზა, რომელიც ხელოვნურ, ანუ შლის ამ ჩვენ ჰიალურონს შესაბამისად, რაც უფრო მეტი აქტივობა ჩვენ ორგანიზმში ჰიალურონიდაზის, ანუ აქ არც პრეპარატის ბრალია, არც ექიმის ბრალია, ამ შემთხვევაში ეს მალევე იშლება. ხშირ შემთხვევაში პაციენტი არ იცის და არ ფლობს ამ ინფორმაციას. ну, წინასწარ მე კონკრეტულად უხსნი ხოლმე ყოველთვის, რომ შესაძლებელია ეს მოხდეს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია მერე დავამატოთ. არიან პაციენტები, რომელსაც საერთოდ არ უჩერდება, და იქ ავიკეთე არ მიჩერდნენ, ну, ეგ ჩავთვალოთ, რომ მაგისთვის არ არის ეს პროცედურა განკუთვნილი და უნდა შევწყვეტოთ ამის გაკეთება, იმიტომ რომ ესეთია ორგანიზმი, ხო. აი ამის ალტერნატივა რა არის? სუზი, აი დაუშვათ მინდა ეს რაღაცა ლამაზი ფორმის ტუჩები და არ მიჩერდება ფილერი. არსებობს ამის ალტერნატივა, რამე რითაც შეიძლება? შესაძლებელია უბრალოდ, ანუ არის სხვა პრეპარატი, რომელიც უბრალოდ ვიზუალურად ცოტა ესეთი მოცულობას მისცემთ, მაგრამ ესეც დროებით იქნება, ანუ უბრალოდ დატენიანება და არა ფილერი. მესმის. ეს შემთხვევაში შესაძლებელია, ანუ ფორმის კორექტირება შეიძლება კიდე ბოტოქსის მეშვეობით, შეგვიძლია ბოტოქსი ჩავატაროთ და რაღაცა ასიმეტრია გავასწოროთ ტუჩის. მაინც მივიღებთ შედეგს და მაინც შესთავაზებთ ალტერნატივას. ისე არ იქნება, რომ გულდაწყმეტილი წავიდეს, ასე ვთქვათ, ეგეთი იშვიათი შემთხვევაც, რომელიც ვერ იჩერებს ფილერს. აი, თუ თქვენს ახალ აპარატს, რომელსაც ახლა საუბრობდით, აი მას თუ აქვს უკუჩვენება და მას თუ ყავს ისეთი პაციენტი, რომელსაც ვერ იმოქმედებს ეს აპარატი და მისი ულტრაისფერის სხივები. კი ბატონო, რა თქმა უნდა, რომ ყველა კოსმეტოლოგიური პროცედურას აქვს უკუჩვენება, რაზეც არ შეიძლება პროცედურის ჩატარება, ეს არის ქრონიკული დაავადებები, სისხლის დაავადება და ასე შემდეგ, ნუ მას ლიფტინგის პროცედურის შემთხვევაშიც იქნება.
ესეთი უკუჩვენებები ორსულობის შემდეგ ლაქტაციის პერიოდი და ასე შემდეგ. გასაგებია, მაგრამ ანუ შედეგი ყოველ შემთხვევაში თუ ქრონიკული დაავადებები არ გვაქვს, შედეგი ყველა ვარიანტში დადგება, ხო? იცით რა მაინტერესებს? აი გავიკეთე ეს პროცედურა და ესეც ინდივიდუალურია, რამდენი ხანი გამიგრძელდება ეს შედეგი, ხო? 2 თვე, 4. აი მაქსიმუმი რა პერიოდი გაქვთ? თუ ჯერ არ გაქვთ ეს ეტაპი. ერთხელ მოუწიოს გაკეთება წელიწადში ერთხელ პროცედურის ხანგრძლივობა შეიძლება რომ კონდეს. უკუჩვენება ამისი რამე არის, რომ დაუშვათ მე უფრო მეტი ნაოჭი გაგიჩნდეს ან რაღაც თუ ლეგენდებია ეს ყველაფერი. როგორც მიფი არსებობს ბოტოქსის შემთხვევაში, როცა იცი ხან აი ადრე დავიწყებ და მე მიჩვევა იქნება და ასე შემდეგ. არა. რაც შეეხება ბოტოქს, მინდა რაღაც გავავრცელოთ ეს, განვიხილოთ ეს პროცედურა. კი ბატონო, ნებისმიერ თქვენ რჩევას მოვისმენთ უდიდესი სიამოვნებით. ბოტოქსის შემთხვევაში, ანუ ეს პრეპარატი ზოგადად არის ტოქსინი, რომელიც გამოიყენება ბავშვებშიც, ნევროლოგიაში, როცა იქ იწყებენ მკურნალობა და კოსმეტოლოგიის შემთხვევაში გამოიყენება მცირეთი რაოდენობა ამ პრეპარატის შესაბამისად, მე ვიტყოდი, რომ ყველაზე უდებელი თუ შეიძლება ითქვას, ხო? პროცედურა ფილერთან შედარებით, ეს არის ყველაზე ლაითი პროცედურა, ასე ვთქვათ, უკუჩვენების მხრივ. ამიტომ შესაძლებელი ასაკი არ გააჩნია, შესაძლებელია იყოს ადამიანი პატარა ასაკის, ნუ ვიგულისხმობ 25 წლიდან ან ცოტა მეტი, როცა ძალიან აქტიური მიმიკა აქვს და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ ეს პროცედურა ჩვეულებრივად და არანაირი პრობლემას არ გამოიწვევს და ამის მერე უფრო ნაოჭები არ იქნება, პირიქით უფრო გაასადავება იქნება და იდეალურ შედეგს მიიღოს უფრო შეუწყობს ხელს რომ არ წარმოიქმნას, ხო? უფრო ღრმა ნაოჭებისგან დაიცავს პირიქით. მეც ესე მსმენია და ძალიან კარგია რომ ამითებს და რაღაცნაირად ვამახვილებთ ყურადღებას. თქვენ თქვით რომ ფილერთან შედარებით უფრო მსუბუქი და უვნებელია, ანუ ფილერთან რისკები უფრო მეტი არის, ხო, სუზი? ფილერთან უფრო რისკები უფრო მეტია, იმიტომ რომ გახსენებათ რომ ინერვაცია, ანუ ჩვენი სახის მიდამო არის ძალიან ექიმი. ზოგადად მე ვიტყოდი, რომ როცა სპეციალისტ მიმართავენ არა ექიმს, ანუ სულ რჩევ ხოლმე ჩემთან მოსულს და არა ჩემთან მოსულსაც, როცა ჩვენ შევდივართ კაბინეტში, აუცილებლად უნდა იკითხოთ დიპლომი თუ აქვს და არა სერტიფიკატი ექიმის. ნუ მე მინდა რომ ეს ხაზგასმით იყოს ჩვენი მსმენელის, თქვა რომ მგონი აღარც არის დარჩენილი ადამიანი, ვინც არ იცის ეს ყველაფერი და მგონია რომ გავიდა ის საუკუნე და ის დრო, როდესაც ეს პრეპარატები ახალი შემოსული იყო და ნებისმიერ დაუშვათ მართლა სერტიფიკატიან ადამიანთან წვებოდით და რაღაცა მიმებს ვრისკავდით ჩვენი სილამაზით. ახლა უკვე ამის დრო გავიდა და მართლა ყველა ძალიან ისეთ სიღრმისეულად კითხულობს თუ ვინ არის ის ადამიანი, ვინც უკეთებს ამ პროცედურას და ექიმი მეც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს რო არის, მაგრამ შენ ხა უფრო პროფესიონალურად დაგვიხსენი, აი რატომ არის აუცილებელი რომ იყოს ექიმი ადამიანი, ვინც ეხება ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან სახეს? ფილერის შემთხვევაში რითი განსხვავდება ხშირად მეკითხებიან ხოლმე, აი არ ვიცი გავიკეთო ბოტოქსი თუ გავიკეთო ფილერი. ანუ ფილერის შემთხვევაში რას გვაძლევს ფილერი? ფილერი არის ჰიალურონი, ანუ ბიოლოგიურად დასუფთავებული. ჩვენ ორგანიზმში დაბადებიდან არსებობს ეს ჰიალურონი უბრალოდ 25 წლის ასაკიდან უკვე ქვეითდება, შესაბამისად კანი შრება, გლიკაციის პროცესი იწყება და ნაოჭები და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ხელოვნურად შეგვიძლია ეს დავაბალანსოთ. შესაბამისად რას გვაძლევს ფილერი? ფილერს ჩვენ ვიყენებთ როგორც მოცულობისთვის, ანუ ასიმეტრიის გასწორება, სახის ოვალის კორექტირება, ეს იქნება ყრილმანი, ღრმა ნაოჭები, ხვირტუჩის ნაოჭის შემთხვევაში, სხვადასხვა ზონებზე შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ. რაც შეეხება მარტო მოცულობას კი არა, ასევე ატენიანებს, ჩვენ სახის კანს პლუს, ანუ ჰიალურონს აქვს თვისება, რომ წყალი მოიზიდოს შესაბამისად. აქტიურობს მე ფიბრობლასტებს და ასე შემდეგ კანი უფრო მკვრივი ხდება და უფრო მოვლილი შესაბამისად დროთა განმავლობაში ჩვენ ხედავთ უკვე სხვა იერ სახეს, ასე ვთქვათ, მოვლილი კანი ყოველთვის გამოირჩევა იქ სადაც არ არის ჩარევა. ნამდვილად ესე არის. რაც შეეხება ბოტოქსის შემთხვევაში ეს არის ტოქსინი, როგორც უკვე ვახსენეთ, აქ ხდება იმპულსის მოდუნება, გათიშვა, თლათ ბოლომდე ასე ვიტყოდი, მაგრამ და შესაბამისად კუნთი მე არ იკუმშება და ორდება ეს ანუ სხვადასხვა პროცედურაა. ხო, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. არ აქვს, მაგრამ ერთდროულად ორივე პროცედურის ჩატარება შესაძლებელია.
გასაგებია, მე მაინტერესებს გავიაროთ ახლა რაღაცა ზღვარზე, როდესაც უკვე მოვიდა, ასე ვთქვათ, მოდაში ისევ ბუნებრივი სილამაზეს, რასაც ეძახიან და ბუნებრივი რაღაცა ერთი პერიოდი იყო ძალიან ისეთი დიდი ტუჩები, ცხვირი, წარბები, ანუ ყველაფერი აი მაქსიმალურად გადაჭიმული და გაბუთქუნებული და ახლა რაღაცნაირად თითქოს არა გაკეთებული, აი ეგეთი ეფექტი უფრო მე მგონია რომ ფასდება და ხა შენ არ ვიცი რა პროცედურები გაქვს ჩატარებული, მაგრამ რო საუბრობ გაკვირდები და აი თითქოს არაფერი არ გაქვს, აი ეს რაღაცა გათიშული და გაკეთებული, იმიტომ რომ მიმიკა მაინც მოძრაობს და ჩემთვის პირადად ხა როგორც ტელეწამყვანის მსახიობისთვის რაღაცნაირად მიმიკა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ზოგადად ინიექციებს არ ვიკეთებ, ნუ ბოლო 4 წელი სულად ვარ და სულ ლაქტაცია მაქვს და ამიტომაც, მაგრამ ნუ მანამდეც დიდად ამ ინიექციებით არ გამოვირჩევი, ანუ წინ მაქვს ეს ყველაფერი და ამიტომ ყველა რჩევას მეც ვითვალისწინებ და ჩვენს მაყურებელს ვცდილობ და მსმენელს რა შეკითხვებიც აქვს, იგივე შეკითხვები დაგისვათ. აი ამ ბუნებრივი შენარჩუნება, რომ თან მოვლილი კანი გქონდეს, თან ნაოჭებიც არ გეტყობოდეს, თან მიმიკა მაინც გქონდეს. აი როგორ ხდება ამ ზღვარზე გავლა? პრეპარატმა უნდა შეგიწყოს ხელი თვითონ მომხმარებელმა თუ მაინც ექიმზე არის ყველაფერი დამოკიდებული საბოლოო ჯამში? ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახის მოვლის პროცედურა, სახლის რუტინა, მოდით დავიწყოთ აქედან. ჩვენი კანის ტიპის მიხედვით უნდა იყოს შერჩეული მოვლის საშუალება, იმიტომ რომ ზოგი იძახის, რომ აი დედა ჩემს მოუხდან, ჩემ დას მოუხდან, ჩემ დაქას და ამას ვიყენებ, შესაბამისად ჩვენ უკვე აქ ვაზიანებთ ჩვენ სახისგან და შესაბამისად რეალურ კარგ შედეგს ვერ მივიღებთ. მე მინდა ეხლა ზამთრის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურებს გავუსვა ხაზზე, ეს არის პილინგის პროცედურა, ეს გამახალგაზრდული გამაჯანსაღებელი პროცედურა, რომელიც ჩვენ კანს ხდის, აი ახალ კანს ქმნის, ასე ვთქვათ, ხო? პიგმენტაციას ებრძვის, ზედმეტ ცხიმოვანობას, ფორებს და ძალიან ბევრ რაღაცას. საფხულის რუჯის ნარჩენს წაიღებს და ასე შემდეგ, ხო? ყველაფერს გაუხეშებულ შრეს, ანუ ამასაც მოხსნეს, ანუ ძალიან კარგი პროცედურაა, იმიტომ რომ ზაფხულში ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება, რადგან მზე არის და არ შეიძლება ამ პროცედურის ჩატარება. ამიტომ ყველაზე კარგი და სწორი მიდგომა იქნება თუ ჩვენ ზამთრის შემოდგომა, ზამთრის პერიოდში ჩავიტარეთ პილინგის პროცედურას. მოვიმზადებთ კანს რუჯისთვის და ზაფხულისთვისაც, ხო? ეს იქნება ერთ-ერთი იდეალური პროცედურა. მეორე პროცედურა ეს არის ბიორევიტალიზაცია, ანუ დატენიანება ყველა ვარიანტში გვჭირდება. ეს ჩემი ძალიან საყვარელი პროცედურა არის, კი, მაგრამ ცოტა მტკივნეული ეს პროცედურაც არის, ხო, სუზი? კი, ცოტა მტკივნეული არის, მაგრამ ადგილობრივი ანესთეზიით ხდება და შესაძლებელია ჩვეულებრივად მოთმინება. ვერც იგრძნო ვერაფერი ანესთეზიის შედეგად. არის, ნუ ასაკიდან გამომდინარე არის სხვადასხვა პრეპარატები, რა თქმა უნდა, გვაქვს 14 წერტილიანი ბიორევიტალიზანტი, რომელიც არა ისე მტკივნეულია და იმდენი ჩარევა არ იქნება, შეგვიძლია ეს პრეპარატი შევარჩიოთ. ანუ როცა კონსულტაციაზე მოდის ჩვენ რა თქმა უნდა გავივდივართ ერთად როგორ მივახციოთ იმას რა სასურველი შედეგი ჩვენ გვინდა და რა გვჭირდება ამისთვის და ერთობრივად რა თქმა უნდა იმ შედეგამდე მივდივართ. ხშირ შემთხვევაში შენ უფრო იმარჯვებ თუ პაციენტი, აი დაუშვათ პაციენტს უნდა რომ რაღაცნაირად კონდეს ისეთი მოცულობის ტუჩი ან ცხვირი ან ბოტოქსი, რომელსაც შენ დაუშვათ არ ეთანხმები. მაინც როგორ ხდება დაყოლიება ესეთ დროს პაციენტის? ყოველთვის არსებობს რა თქმა უნდა ვითვალისწინებ პაციენტის უსმენ თავიდან. რა თქმა უნდა, ხო, რასურს მას, მაგრამ თუ ჩემი გადმოხედვიდან არ შეესაბამება და არ სჭირდება ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, უხსნი, რომ ეს ასე არ მოგიხდება, შემიძლია ფოტომასალით დაუმტკიცო ეს, ხო, რომ ეს თავის სახის ვიზუალს არ უხდება ეს და ასე შემდეგ. შეიძლება ასაკობრივად არ უხდებოდეს ეს პროცედურა და შევთავაზებს სხვა პროცედურას, არის ბევრი ნიუანსები და ეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიგებ მე. იმარჯვებ საბოლოო ჯამში, მეც მოხარული ვარ და სულ მინდა რომ ექიმმა გაიმარჯვოს ხოლმე, იმიტომ რომ მგონია რომ ექიმმა რა თქმა უნდა უკეთ იცის თუნდაც ჩვენ რა გვჭირდება და რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის. სუზი, პრეპარატებსაც ვისაუბროთ. როგორ არჩევ პრეპარატებს? კიდევ ერთხელ მოგვიყევი, ანუ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პრეპარატი შენთვის მისაღები არ არის და ყველაფრით არ მუშაობ. რაღაც შენი ფავორიტები ალბათ დროში გამოცდილი გაქვს, რომლითაც უკვე ზუსტად იცი, ცხვირი რომელი ფილერით გააკეთო ტუჩი, ხო? არის ესეთი რაღაც თუ არა, მაინც ყველას ტესტავ თუ? კი, არის, რა თქმა უნდა, არის ესეთი პრემიუმ კლასის, ზოგადად პრემიუმ კლასის პრეპარატებზე მუშაობ, მაგრამ
ესეთი ტენდენცია, სულ ახალი სიახლე, სულ უფრო დამუშავებული პრეპარატი, სულ სიახლეს შემოდით და ხშირად ავდივარ ხოლმე ვესწრები ამ პრეზენტაციებს და სიახლებს ყოველთვის ვეცნობი, მაგრამ რაც შეეხება რაც თავაზობს დისტრიბუცია, ასე ვთქვათ, ჩემთავზე ვწდიჯერ. მართლა რა საინტერესოა. აი ეს მეთოდი მაქვს დანერგულია, მეზოთერაპიის პროცედურა იქნება, პილინგი იქნება, ფილერი იქნება, აუცილებლად კი უსმენ მჯერა, მაგრამ უნდა ვნახო რა შედეგს მომცემს ეს ხშირ შემთხვევაში ამას ვიმართავ. ნუ მე თუ არა ახლობელს მაინც გავუკეთებ რა. აუცილებლად რომ იცოდე რაზე ისაუბრო, ხო? აუცილებლად ამ აქედან გამომდინარე უკვე ვარჩევ იმ პრეპარატს და ზუსტად იმას თავაზობ, სადაც მე შედეგი დავინახე. ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა რაღაცნაირად ვისაუბრეთ ფილერზეც, ბოტოქსზეც. მე მგონია რომ ამას სქესი არა აქვს, როგორც მამაკაცისთვის, ისე ქალბატონებისთვის ორივე პროცედურა და ორივე შემავსებელი, ასე ვთქვათ, შესაძლებელი და უკვე იგიყენებენ, მე მგონი, ხო, მამაკაცებიც კი უვლიან და სხვათა შორის კარგი ტენდენცია, რომ მამაკაცებმა დაიწყეს თავის მოვლა. ნამდვილად, იმიტომ რომ აი რაღაცა დისკომფორტი რო გაგდა მის მოგვარება ერთი რაღაცა მართლა ინექციით შეიძლება, რატომაც არა და რატომ უნდა თქვა ამ ყველაფერს უარი შენ თავდაჯერებულობას გმატებს და კიდე თავდაჯერებული ადამიანი ქალიც და მამაკაციც კეთილშობილია და კარგია ასეთი ადამიანის სოციუმში ბევრი რამდენიც გვეყოლება. მაინტერესებს აი ხა ვისავ რაღაცნაირად შემგან გამომდინარე და დარწმუნებული ვარ ხა მაყურებელიც გვისმენს მე მინახავს სუზი ხა შენ ექიმი ხარ და სხვანაირად ახსნი ამ ყველაფერს მინახავს პროცედურები რომელიც სახეზე აქვს ჩატარებული და უშუალოდ შუახნის ქალბატონს 40+ ქალბატონს სახე ძალიან მოვლილი აქვს ზომიერად გაკეთებული ტუჩიც იქ წარ ყველაფერი მაგრამ კისერი ყელი თუ რა როგორ ქვია ამ წინანაც აი ეს არ შეესაბამება მისი სახის კაზ არ ემორჩილება ეს კისრის ზონა ამ ფილერებს და სახეზე უფროა გათვლილი თუ ამ პროცედურას არ იტარებენ თუ ჩვენთან არ არის დანერგილი თუ აი ხშირად მომხვედრია თვალში ეგეთი რაღაც რომ ის სახე უფრო ახალგაზრდა აქვს ვიდრე აი ეს კისრის ზონა და ეგ როგორ ხდება თუ ემორჩილება კი როგორ არა უბრალოდ ჩვენთან იცით როგორ მიდგომა უფრო აი ახე გამოვიჩდეს რაღაცა და დანარჩენ შესაძლებელია ნაოჭები გქონდეს ხელზე ხო ანუ ხელსაც ვტოვებთ ამ შემთხვევაში სახე გვაქვს იდეალური და ხელს რო გამოვაჩენთ მაგრამ ამ შემთხვევაში კი არის სამწუხაროდ არის ეგ ტენდენცია რომ რაღაცა სხვა ნაწილი გვავიწყდება ანუ ეს ისევ მომხმარებიდან გამომდინარე არის ექიმი კი თავაზობს მაგრამ მაგათი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა ხო ანუ რაც შეეხება ექვემდებარება თუ არა კი რა თქმა უნდა ექვემდებარება როგორც სახე ისე კისრის მე ხანდახან მეგონა რომ აი რაღაცა კუნთი არ არის ალბათ და თუნდება და არაფერი არ ეშველება თუ ასე შემდეგ და არის ეს შესაძლებელია რა თქმა უნდა აქაც შეგვიძლია ბიორევიტალიზაციით ვიწყებთ მე ბოტოქსი ჩაარება ტრედლიფცეკის მეზოძაფებს როცა ვიკეთებთ ანუ ძაფებით და ნუ გააჩნია ასაკს და ყველაფერი შესაძლებელია რა კარგია როდესაც მიდიხარ ექიმთან რომელიც ანუ ყველა პროცედურას ისე პროფესიონალურად ფლობს როგორც თქვენ არის ძალიან დიდი ფუფუნება და ძალიან მოკლებული ვართ ამ ყველაფერს მაინც რო ესე ყველა პროცედურა რომელზეც ეხა რაზეც არ უნდა კითხოთ ესე დეტალურად საუბრობთ ამიტომ ვერ გაგიშვებთ გავიდეთ რეკლამაზე და დაუბრუნდეთ სუზი თუ რა თქმა უნდა დაგვდებ პატივს და დარჩები ჩვენთან ერთად ისევ